საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა კოორდინირებული მუშაობის შედეგად თურქეთის 14 მოქალაქე აქედან 11 საერთაშორისო ძებნილი დააკავეს. მაკუნა აბულაძე გვიერთება პირდაპირ ეთერში და მაკუნა კონკრეტულად რა დანაშაულისთვის იძებნებოდნენ დაკავებულები. ორი ქვეყნის მიერ ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებულთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებული პირები. ჩამონათვალი ვრცელია, მათ შორის სხეულის განზრახ დაზიანების, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, რეალიზების, მკვლელობისა და თაღლითობის 26 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები. ქართულმა სამართალდამცველებმა თურქ კოლეგებთან ერთად ბოლო 24 საათში სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩაატარეს. 14-ვე დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა და ახლა მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ორივე მხარემ ყურადღება გაამახვილა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საერთო ძალისხმევასა და კოორდინირებულ მუშაობას. ძალოვანი უწყების პოლიტიკა გაცხადებულია უკომპრომისო ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. ამ მიზნით გეკა გელაძის უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან. დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ. ხოლო 3 პირი თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ ეროვნულ დონეზე იყვნენ ძებნაში. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ხოლო ნაწილი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რაზეც შესაბამისი სისხლისამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. დაკავებულთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებული პირები. აღნიშნული პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და დაკავებას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტიანად ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და ერთად მივახციოთ კონკრეტულ შედეგებს. ჩვენი მეზობელი და მეგობარი საქართველოს პოლიციის დანაყოფებთან ერთად ახალი ოპერაცია ჩავატარეთ, რაც ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას და გაძლიერებას წარმოადგენს. დაკავებული პირების ჩვენი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წინაშე წარდგენა უზრუნველყოფს, რომ ისინი თურქეთში ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს მოიხდიან და ამავდროულად ხელშეუშლის მათ საქართველოში რაიმე დანაშაულის ჩადენაში, რითაც ხელშეუწყობს ქართველი ხალხის სიმშვიდეს. თურქეთის პოლიცია გააგრძელებს საქართველოს პოლიციის მხარდაჭერას მთელი თავისი ოპერატიული გამოცდილებით. ჩვენი პატივცემული შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფტჩი პირადად ხელმძღვანელობს ამ ოპერაციას. მან მადლიერება გამოხატა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პოლიციის მიმართ და იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. დიდი მადლობა. ეს არ არის საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის პირველი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება. ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა ძებნილი პირების დაკავების ოპერაცია ერთობლივად გასული წლის აგვისტოშიც ჩაატარეს და თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი 14 პირი დააკავეს. მადლობა მაკუნა აბულაძე.